ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. TV პირველის ოპერატორი 5 ივლისს იმ დარბევის მსხვერპლია, როდესაც მედიის წარმომადგენლებს სასტიკად გაუსწორდნენ. ლექსო ლაშქარავას ჟურნალისტ მირანდა ბაღოთურიასთან ერთად 5 ივლისს რუსთაველის გამზერზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაესხნენ თავს. თავდასხმა ოპერატორზე სირცხვილია სოფისთან მოხდა. მათ თავს ძალადობრივი დაჯგუფების 10-მდე წევრი დაესხა, თავისუფლება აღუკვეთეს და სასტიკად სცემეს. მიყენებული დაზიანებების გამო ლექსოს ოპერაცია დასჭირდა, რამდენიმე დღეში კი ის სახლში გარდაცვლილი იპოვეს. TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სასიკვდილო ცემაში მსჯავრდებული დავით კუტალაძე და სხვა მოძალადე პირები ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 5 ივლისს, როდესაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებს დედაქალაქის ქუჩებში ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. 2022 წელს ლექსო იუნესკომ მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. ამ სიაში ლაშქარავა მეორე ჟურნალისტია, ვინც იუნესკომ საქართველოში მშვიდობიან ხანაში მოკლულად მიიჩნია. საქართველოდან იუნესკოს სიაში პირველი ჟურნალისტი გიორგი სანაია იყო, რომელიც 2001 წლის ივლისში მოკლეს. ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატია. დემოკრატიის სათავეზე ვდგევართ. აუ, უმაღლეს წევრებში ვარ დემოკრატია.